საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენი დამტკიცება პარასკევისთვის გადაიდო. ამ ინიციატივით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქრისტიან-დემოკრატები გამოვიდნენ. ლევან ვეფხოძის განცხადებით მესამე მოსმენით რედაქტირებული პროექტი ქრისტიან-დემოკრატებმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს და სათანადოდ შესწავლა ვერ მოახერხეს. ვეფხოძემ ასევე აღნიშნა, რომ მეორე მოსმენით პროექტის დამტკიცებისას რამდენიმე შეთანხმებული დეტალი პროექტში არ იყო ასახული. დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც დაეთანხმა და პროექტის დამტკიცების თარიღი გადადო. ბაქრაძის განცხადებით ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების სურვილით არის განპირობებული, რათა პროექტი მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში თითო სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ის კარგად უნდა იყოს გადამოწმებული. აი ახლა 5 წუთის წინ დაგვირიგდა ეს დოკუმენტი. ბატონ დიმიტრის კივენდობით სიტყვაზე, მაგრამ რა არის ამაში ასახული, საბოლოო ჯამში რა ფორმულირებები მიიღო, როგორ მიიღო ის სარედაქციო შენიშვნები, რაზეც საუბარი, ხო უნდა გამოვთქვათ, ჩვენი მოსაზრებები ხო უნდა გადავავაწოთ, სხვა თუ არაფერი, ბოლოს და ბოლოს რაზეც შევთანხმდით, რამდენად არის ყველაფერი ასახული და მოგვეცით დრო ბატონო დავით, რომ გავეცნოთ, წავიკითხოთ და იქნება პარასკევს გადავიტანოთ, კენჭხრები რომ მანამდე ეს თქვათ გადავხედავთ, კიდევ ერთხელ წავიკითხავთ, ნახავთ რა არის ასახული, რა არ არის და ეს დრო 2-3 დღე გვექნება იმისათვის, რომ ექსპერტებთან კიდევ ერთხელ შევჯერდეთ, რამდენად ადეკვატურია ჩვენი შეთანხმება და ეს დოკუმენტი ერთმანეთთან. ჩემი სურვილიც და ალბათ ყველა ჩვენგანის სურვილია ყველა ის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ამ ძალიან რთული და ხანგრძლივი კონსულტაციების დროს, სრულფასოვნად იქნეს ასახული ტექსტში და არ დავკარგოთ არაფერი, რაზეც ფაქტიურად ამდენი ვიწვალეთ და შევთანხმდით. ამიტომ მეც სიმართლე რო გითხრათ, ვიხრები იმისკენ, რომ დამატებით ავიღოთ 2-3 დღე და ან ხუთშაბათის, ან პარასკევის სხდომაზე, იმის მიხედვით სხდომა როდის გვექნება, ჩავატაროთ კენჭისყრის პროცედურა. მოძრაობამ სოლიდარობა უკანონო პატიმრებს დღეს პარლამენტთან დუმა რეაქცია გამართა. მოძრაობის ხელმძღვანელ ეკა ბესელიას განცხადებით, აქციაზე საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო მიღება გააპროტესტეს. მისი თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მნიშვნელოვანი პროცესია და საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები მას პასიურად და დუმილით არ უნდა ხდებოდნენ. ძალიან მწუხვარ, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დააყენა საკუთარი ხალხის პირისპირ თავი და კიდევ ერთხელ ღია გამოწვევა გააკეთა საერთაშორისო საზოგადოების მიმართ. ერთდროულად იგნორირებას უკეთებს მართველი გუნდი, როგორც ვენეციის კომისიას, რომლის დასკვნასაც არ დაელოდა დღეს. ასევე საკუთარი ხალხის ინტერესებს, რომელსაც არ დაეკითხა, მოსწონდა თუ არა მმართველობის ეს ახალი მოდელი, რომელიც მკვიდრდება. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას დიდი ინტერესით აკვირდება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტის პარლამენტში მიმდინარე განხილვის პროცესს მიხეილ სააკაშვილი პირადად აკვირდება და მიაჩნია, რომ საჭიროა საკანონმდებლო ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდოთ. Committee from გარკვეული შენიშვნები, რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით და მოდით ერთად ყველა ერთად დაველოდოთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მიიღებს, ვინაიდან ვიცით, რომ ეს საკითხი პარლამენტშია გადასული და დისკუსიები კამათი სწორედ იქ მიმდინარეობს. და პარლამენტის გადასაწყვეტია ეს საკითხი, ვინაიდან პრეზიდენტის პოზიცია და პასუხი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. საქართველოს პოზიციის გამო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება კიდევ 4 თვით გაჭიანურდება. როგორც რია ნოვოსტი უწყება, ამგვარი ვარაუდი რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი კუდრინმა ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან საუბრისას გამოთქვა. კუდრინის საკითხის გადადება საქართველოს პოზიციას უკავშირებს, რომლის მიხედვით თბილისი რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს ქართველი მებაჟეების ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე დაშვებამდე არ დაუჭერს. კუდრინის თქმით, როდესაც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე დოკუმენტების მზადების შესახებ საუბრობდა, არ გაუთვალისწინებია ისეთი დაბრკოლება, როგორიც საქართველოა. გარკვეული წინააღმდეგობები ჯერ კიდევ არსებობს. როცა ვამბობდი, რომ დოკუმენტების საბოლოო მომზადებას 4 თვე დასჭირდებოდა, საქართველოს საწინააღმდეგო ფაქტორად არ განმიხილავს. ამ პროცესს არაფერი ემუქრება, მაგრამ ჩვენ კოორდინირება უნდა გავუკეთოთ სავაჭრო გაერთიანების მიერ ადრე მიღწეულ შეთანხმებებს, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანას ეხება.
საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ექსპერიმენტული სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ახალი სასკოლო კორპუსი გახსნა. შენობა პირადად მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით აშენდა. კორპუსი მხოლოდ პირველ კლასელი დაახლოებით 283 მოსწავლისთვის არის განკუთვნილი. სკოლის სახურავზე კი ქართველი და უცხოელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული მწვანე საფარიანი ბაღია გაშენებული. საქართველოში პირველად შენობის სახურავი ზეთისხილის, ბროწეულისა და ბზის ხეებით გაამწვანეს. დღესვე პრეზიდენტმა სკოლის დირექტორს თქვა, რომ ამ ბაღსა და შენობას ზურაბ ჟვანიას სახელი მიენიჭოს. ახალი კორპუსის მშენებლობა პირველად ივნისს დაიწყო და 4 ოქტომბერს დასრულდება. ექვსი ბავშვი კომპიუტერზე მუშაობდეს, როგორ შეიძლება რომ რაღაცა ახალს სწავლობდეს. ჩვენ ბავშვებზე ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს ამ ხალხს, ამ ფსევდომეცნიერებს და ფსევდოჭკუის სკოლებს, იმიტომ რომ ნახეთ როგორ ადვილად ითვისებენ, როგორ კარგად ითვისებენ ბავშვები ამ კომპიუტერებს. ჩემი iPad-ი სად არის? აი მე ყველგან დამაქვს თვითონ iPad. ასე რომ ეს არის ამ ნოუთბუქის ცოტა უფრო მოზრდილებისთვის ვერსია. მაგრამ ამ iPad-ს დავხედე მე და ესე იგი მოგონილია კალიფორნიაში, წარმოებულია ჩინეთში. აი ეს ბავშვები რო გაიზრდებიან, ჩვენ უნდა ჯერ მანამდე ვისწავლოთ უკვე ასეთი რაღაცების წარმოება საქართველოში. და რო გაიზრდებიან, მათ უნდა დარწმუნებული ვარ ისინი მოახერხებენ ასეთ რაღაცების მოგონებასაც. იმიტომ რომ ამის მომგონებელი არის ყველა უკვე მილიარდერი. და სიღარიბიდან ამოსვლის ყველაზე სწორი მეთოდი არის ცოდნა, ტექნოლოგიების შექმნა, ახალი პროდუქტის წარმოება და ამით სოფლიო ბაზარზე გასვლა. დღეს კომპიუტერი თუ გაქვს და უცხოენები თუ იცი, პირველ რიგში ინფორმაციის ენა ინგლისური, რომ მიიღო ინფორმაცია და გადაამუშავა. შეგიძლია შენი ინტელექტით კონკურენცია გაუწიო ჩინელებსაც, კალიფორნიელებსაც, ყველასაც. აი ეს ბავშვი ახლა ზუსტად ისევე იზრდება, როგორც ნებისმიერი ბავშვი კალიფორნიაში. როგორც ნებისმიერი ბავშვი იაპონიაში. თვითონ ამ კორპუსის აშენების იდეა იყო თვითონ პრეზიდენტს, ცოტა ხნის რამოდენიმე თვის წინ ის იყო შეხვედრაზე სკოლის პედაგოგიურ კოლექტივთან და იქ გაჟღერდა ეს იდეა, ვინაიდან სკოლზე მოთხოვნა ძალზე დიდი იყო, ამიტომ ეს თანამედროვე ნაგებობა აუშენდა სკოლას და აქედან გამომდინარე ის აღიჭურა ყველანაირი ტექნოლოგიებით არის მოთ. თქვენ თვითონ დარწმუნეთ რა არის ესა და ის იდეაც რომ მას დაერქვა ზურაბ ჟვანიას სახელი, რომელიც ამ სკოლის კურსდამთავრებული იყო აგრეთვე. ძალიან კარგი იდეაა და ძალიან ცოტა სხვა სიმაღლეზე აიყვანს კიდევაც ამ სკოლას მოკლა. თქვენ ხედავთ რომ ბეტონის სახურავის მაგივრად აქ არის ბალახი, სადაც ბავშვებს მწვანე ბალახი, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ რომ ითამაშონ. სხვადასხვა სპორტით შეიძლება დაკავდნენ. აგრეთვე ამ სკოლაში ბავშვები სწავლობენ ინგლისურ ენას პირველი კლასიდან ამერიკელ მასწავლებელთან ერთად, ქართველ მასწავლებელთან ერთად, სწავლობენ მათემატიკას, ქართულ ენას. ნეტბუქების მეშვეობით, რომელიც მათ დაურიგდა საქართველოს პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში. ეს იდეა თავისთავად მდგომარეობდა იმაში, რომ ის მწვანე ზოლი, რაც არსებობდა ამ სკოლაში და ის ეზო, რაც ბავშვებს ჰქონდათ რეკრეაციისთვის, რამენაირად მისი კომპენსირება მოგვეხდინა. ეს არის ის, რასაც დღეს ხედავთ, რომ ამ შენობის სახურავზე ავიტანეთ რეალურად ის მწვანე საფარი და მაქსიმალურად ეს გამწვანდება დროთა განმავლობაში ხეები დაირღვება, რომ ის რეკრეაციული ზონა ისევ შეუნარჩუნდეს სკოლას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა დღეს სახალხო დამცველის ოფისში კონკურსში მეომბუდსმენი გამარჯვებულ 6 მოსწავლეს საჩუქრად სიგელები და ლეპტოპები გადასცეს. სამოქალაქო განათლება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საჯარო სკოლებში. ეს არის იმის გამო, როდესაც ბავშვი ამთავრებს სკოლას, მან უნდა ძალიან ადვილად ინტეგრაცია მოახდინოს ყველა იმ სამოქალაქო პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს საზოგადოებაში. ამ კონტექსტში ესეთი კონკურსები არის ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ყოველთვის ხარს
დაუჭერთ ამ კონკურსებს და ყოველთვის წავახალისებთ ყველა იმ მოსწავლეს, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ამ კონკურსებში. ძალიან ბედნიერები ვართ მე და ჩემი პარტნიორი. დავალება იყო ძალიან რთული. შევეცადეთ რომ გაგვერთვა თავი დავალებისათვის და წარმატებითაც განვახორციელებთ.